1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელ არმიას კოჯორ ტაბახმელასთან ქართველმა იუნკერებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. უთანასწორო ბრძოლა მარცხით დასრულდა, თუმცა ამ ახალგაზრდა გმირების თავდადებით გამოწვეული სიამაყე თაობებს გადაეცემა. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ დღეს უკვე 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ფეხით მსვლელობა მოეწყო ტაბახმელას სტადიონიდან იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილამდე. მსვლელობაში ლეგიონის წევრები, საპატრიარქოს საკვირაო სკოლის მოსწავლეები და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ლექცია გაიმართა, შეხვედრას ლეგიონის თანადამფუძნებელი პაატა გიგაური ლექციის დასრულების შემდეგ მსვლელობის მონაწილეებმა გზა განაგრძეს ნომერ მე-4 სანგრის მიმართულებით. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნული ადგილისა და ნომერ მე-4 სანგრის შესახებ ლექციაც მოისმინეს. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. სასულიერო პირმა 1921 წელი გაიხსენა და გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იუნკერთა თავდადება არ უნდა დაივიწყოს ახალგაზრდა თაობამ. ჩვენ დავიწყეთ, ასე ვთქვათ, პროექტი ღირებულებითი განათლება სკოლებში და ამ ღირებულებითი განათლების კონტექსტში მნიშვნელოვან დეტალებზე, რაზეც ჩვენი ერი მუდამ იდგა, ეს იქნებოდა ენა, მამული, სარწმუნოება თუ სხვა ის ქრისტიანული ფასეულობა და ქრისტიანული აზროვნება, აი იმაზე ვაკეთებთ აქცენტს და არა მხოლოდ თეორიულად ხსნით ამას ყველაფერს, არამედ ფიქრობთ, რომ აი არტეფაქტებთან, თუნდაც დღევანდელ რაღაცა ესეთი მოსვლა, ნახვა, ხელი შეხება აი ამ ყველაფერთან, ამ ისტორიულ მოვლენებთან, ეს იქნება ემოციური დამახსოვრება ყველაფერი იმისა, რაც მერე ჩვენ შვილებს და თქვენ ყველას და ჩვენ ყველას გამოგვადგება, რომ აგური დავდოთ ქვეყნის საშენებლად. თბილისის დამცველთა დღე არის მაზნიაშვილის ლეგიონის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, უკვე მე-10 ტარდება დაახლოებით. და მოიცავს, ესე იგი, მსვლელობას ტაბახმელაში, გავდივართ იმ გზას, რომელიც გაიარეს ქართველმა ჯარისკაცებმა და ამოდივართ მე-4 სანგარზე, ამ მე-4 სანგარზე იმართება ლექცია, ასევე იუნკერ ერისთავის დაღუპვის ადგილზე და ახალგაზრდები ეცნობიან მაშინდელ სიტუაციას, თავის თვალით ნახულობენ ამ სანგარს და პოზიციებს და აქ 2017 წელს ჩვენ ჩავატარეთ ოფიციალურად არქეოლოგიური გათხრა, არტეფაქტები არის ამოსული ამ ადგილებიდან, ეს ვაზნების ნარჩენები, მასრები, ნამსხვრევები, სხვადასხვა კონსერვის ქილები და ასე შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე დარჩა და მათი გამოფენაც ხდება და ასე ვთქვათ, ვაცოცხლებთ იმ სიტუაციას ისტორიულ კონტექსტში. 2025 წელს გაფართოვდა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა და მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქომ, საკვირაო სკოლის ბავშვები იყვნენ ამოსული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპექტაკლ ისტორიის გაკვეთილის ჩვენება. თეატრალური წარმოდგენა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილი გმირობის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით დაიდგა. ძალიან კარგი დღე გამოვიდა დღეს, ვინაიდან ერთის ხრის სკოლის მოწაფეები, ღირებულებითი კლუბის მოწაფეები იყვნენ, ჩვენი საკვირაო სკოლის მოწაფეები იყვნენ და მეორეს მხრივ აი ლეგიონის წარმომადგენლები, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც ძალიან დიდი იმედით ავსებს გულს და იმ წინაპარს, რომელიც აი თუნდაც დღეს, თბილისის დაცემის დღეს აქ გმირულად ბრძოლობდა და მისი ქვეყნის ისტორიას წერდა, აი მათი, ასე ვთქვათ, ის ნაკვალევი პირადად გაიარეს ისტორიულად, ასე ვთქვათ, ინფორმაციულად შეიმეცნეს და მე იყო პერფორმანსი, რომელმაც კიდევ უფრო გაუღვივა, ასე ვთქვათ, ემოციურად დატვირთვა და მათ მეხსიერებაში კარგად აისახა ეს ყველაფერი, ვინაიდან თუ არ იცნობ შენს გმირებს, თუ არ იცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც შენი ისტორია შექმნეს, ძალიან ძნელია შენ თვითონ რაღაცნაირად ამ კვალზე დადგე. ღირებულებითი განათლება და ზოგადად ეკლესია ცდილობს, რომ ღირებულებითი განათლების კუთხით მოსწავლეებში, ახალგაზრდებში ზუსტად გააღვიოს ეს მთავარი აქცენტები, მთავარი ღირებულებები,
რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიებთან, კონკრეტულ გმირებთან, კონკრეტულ დღეებთან. და ვფიქრობ, აი ეს დღე, რომელიც იუნკერებს ეხება, რომელიც თბილისის დაცემის დღეთ და ეს ვახსენეთ ზუსტად დაცემის დღეთ არის ცნობილი, ვფიქრობ, რომ ამ დაცემასთან ძალიან ახლო აღდგომა და აღდგენა, რომელიც აი ამ ახალგაზრდებში დიდ სულისკვეთებად იქცევა, რომელიც მათი ქვეყნის გაერთიანებისთვის, გაძლიერებისთვის და ერთმანეთის მხარდამხარ ქვეყნის შენებისთვის წარიმართება. დღევანდელ დღეს თებერვლის მესამე კვირას ამოდივართ ხოლმე და ვიხსენებთ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ოკუპაციის თბილისის დაცვის ეპიზოდს. კერძოდ ამოდივართ ტაბახმელაზე ნომერ 4 სანგარი აქვს შემორჩენილი, რომელიც ასე ვთქვათ, შევისწავლეთ, გავაკეთეთ მემორიალი და ყოველ წელს ერთი დღე მესამე კვირას ამოდივართ და ვიხსენებთ. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლეგიონერებისთვის და როგორც ქართველებისთვის, იმიტომ რომ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს სწორედ აი თუნდაც ამ ხსოვნის სიმბოლოთი, რომლებიც დაიღუპნენ ჩვენთვის, ჩვენი დღევანდელი დღისთვის. ეს სპექტაკლი სიმბოლური სწორედ ამას მიეძღვნა და ძალიან ემოციური იყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ყოველთვის უნდა გქონდეს ბმა იმ ადამიანებთან, რომლებიც ზუსტად ჩვენ ფესვებს წარმოადგენენ და ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ზუსტად ესეთები იყვნენ ეს იუნკერები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთან სკოლაში იყო ჩატარებული სპექტაკლი იუნკერებზე ამ დღეზე და ძალიან კარგი ემოციები დამრჩა და ეხლა რო აქ ვიმყოფები და ამ ემოციებს ვიცოცხლებ, ასე რომ ვთქვათ, ჩემს გონებაში ძალიან სასიამოვნოა და მადლობა მინდა გადაუხადო საპატრიარქოს, რომ ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნომერ 4 სანგართან სასულიერო პირებმა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დღესვე იკურთხა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მფარველი წმინდანის, წმინდა მიქაელ გობრონის ახლად შექმნილი ხატი. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა შეკრებილები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. სიმბოლურად გვევართ ეკლესიასთან, რომელიც დაიწყო და ვერ დამთავრდა. მე ვფიქრობ, რომ თქვენის თაობა ხარ და ჩვენც თუ ღმერთმაინება ის თაობა ვიქნებით, რომელმაც დაწყებული დიდი საქმე უნდა დაამთავროს, რომელიც არის გაერთიანების არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ხიდების აგების, იმიტომ რომ უწმინდესმა თავისი მსახურებით დაიწყო ეს ამბავი. ყველა სფეროსთან მივიდა, ყველა სტრუქტურასთან, თუ კულტურის, თუ მეცნიერების, თუ თეატრის, თუ სპორტის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელთან მივიდა და კარი გააღო ეკლესიისა და ხიდი გასდო. თუმცა ეს დღემდე ეს პროცესი რაღაცა გაჩერდა თუ გაპრობლემდა და დღესაც საზოგადოების წევრები, ხანდახან ოჯახის წევრებიც ერთმანეთთან რთულად ვლაპარაკობთ ხოლმე. მე ვფიქრობ და ჩვენ ეკლესია ვარ ზუსტად ის ადგილი, სადაც ჯერ პირველ რიგში ჩვენ თავმთაში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ აი ამ ასე ვთქვათ, ხიდად ვიქცეთ ამ ურთიერთობისა. და ეს ტაძარი, რომელიც არსებობს, ოღონდ ფიზიკურ სარგულისხმობ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ერთმანეთთან ასე ვთქვათ, მეგობრობისა ავაშენოთ და გავამთლიანოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 23 თებერვალი 1921 წელს მოხდა აი ამ ადგილზე მე-4 სანგართან რუსეთის ჯარების შემოჭრა და აქ დახვდნენ ბრძოლის ველზე ჩვენი იუნკერები, რომლებიც მართლა გმირულად ებრძოდნენ და შესწიდეს თავი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ახალგაზრდები მოვიყვანოთ აქ, აუხსნათ თუ რა იყო, როგორ მოხდა, როგორ მიმდინარეობდა ეს ბრძოლები. გვაქვს ღირებულებათა განათლების კლუბი. ამ კლუბის მეშვეობით ჩვენ ვნახეთ ფილმი იუნკერებზე და დღეს ეს ყველაფერი თვალწინ გაგვიცოცხლდა. ყველაფერი დავინახეთ. თუ როგორ პირობებში უწევდათ მათ ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 23 თებერვალი ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს და ტრაგიკულ დღედ, 25 თებერვალი კი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.